სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით ბიუჯეტის კორექტირების მიუხედავად მთავრობამ შესაბარებელი ყურძნის სუბსიდირებისთვის ფინანსური რესურსების გამოძიება გადაწყვიტა. Თველი 2015-ის ფარგლებში მთავრობის გადაწყვეტილებით წელს სუბსიდია გაეცემა 1 კილოგრამ კაწითელსა და კახურ მწვანეზე 35 თეთრი და 1 კილოგრამ საფერავზე 15 თეთრი. შენარჩუნებული იქნება აგროდაზღვევა და იაფიანი აგროკრედიტის სისტემაც. სუბსიდიას მიიღებენ არა ღვინის კომპანიები, არამედ მევენახეები. სამინისტროს ცნობით გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ის არის, რომ გლეხი ჩაბარებული ყურძნის საფასურს დაგვიანების გარეშე დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ბანკში მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე მიიღებს. წელს მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომ ჩვენ დავასუბსიდირებთ კახეთში რთველს და დარჩება ძველი ნიშნულების სუბსიდირების ნაწილში. ეს გახლავთ 35 თეთრი ყურძნის შემთხვევაში და ეს გახლავთ 15 თეთრი შავი ყურძნის შემთხვევაში. ყოველივე ეს განაპირობა არსებულმა მდგომარეობამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ სჭირდება დარგს ახალისება, თუმცა არ შევდივართ ფასის ფორმირების ნაწილში. და რა თავარია იმ შემთხვევაში, თუ ჩაუვარებელი დარჩა ყურძენი, ვინაიდან ვიცით, რომ შემცირებულია, მნიშვნელოვნად შემცირებულია ყურძენზე მოთხოვნა, მაშინ სახელმწიფო შესაძლოა ჩაელიოს და ჩაიბაროს, რათა ჩაუვარებელი ყურძენი არ დარჩეს. 2015 წლის თველი იქნება გამორჩეული რაოდენობრივათაც, მოსავალი გაზრდილია მოგეხსენებათ და ხარისხობრივათაც ძალიან კარგი პირი უჩანს მოსავალს. ანუ 2015 წლის ღვინოები გამორჩეული იქნება ხარისხით. ღვინის ეროვნული სააგენტო შექმნის წელსაც თველი საკოორდინაციო შტაბი განთავსდება თელავში და გურჯაანში. ანუ გვექნება 2 ადგილი, სადაც შეიძლება ნებისმიერი ინფორმაციის მიღება იქნება ეს ყურძნის ჩამბარებელი, ყურძნის ყიდველი თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. აგვისტოს ბოლოს უკვე შტაბი ოფიციალურადაც გაიხსნება.